გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ეს დღეები დაკავებული ვიყავი და ვერ მოახერხე, რა თქმა უნდა, ისე როგორც აბსოლუტურმა უმრავლესობამ ქართველებისა. აი, ბევრ საკითხებთან დაკავშირებით გამოხმაურება. კიდევ და კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ყველა მართლმადიდებელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ძველ საქართველოში ასე იყო, აღდგომიდან ამაღლებამდე ასე ესალმებოდნენ ერთმანეთს ქართველები, ქრისტე აღსდგა. მოკლედ ეს დღეები თავისთავად მეც დაკავებული ვიყავი, ცოტა შორს ვიყავი წასული. აქ ევროპაში არ მყავს არავინ და ღმერთმა არც არავინ მიმყოფოს, ვის საფლავზეც კვერცხის გადაგორების სურვილი მექნებოდა და ვალდებულება ქართველები ყველაზე მეტი დაკრძალულები არიან ძმათა სასაფლაოზე ტექსელზე და იქ ვიყავი. გადავიღე ძალიან საინტერესო რაღაცები და მე ბლოგად ავაწყობ ამას და აუცილებლად შემოგთავაზებთ. მათ ვისაც არ უნახია ტექსელი, რა ხდება, როგორ ხდება, რანაირად ხდება და თვითონ ამ კუნძულის ისტორია ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი აღმოაჩინე მე პირადად ტექსელზე ვიზიტის დროს. მანამდე კი აი დიდი ამბები მოხდა და რა თქმა უნდა ახლა საქართველოში ხო განსაკუთრებით ჩვენ ხო მოცლილი ხალხი ვართ, ჩვენ ხო სხვა ქვეყნის პოლიტიკა უფრო გვაინტერესებს, ჩვენ ხო სხვის ქვეყანაში რა ხდება ის უფრო უკეთესად ვიცით, იმ დროს ჩვენ თან მოვლილი გვაქვს ყველაფერი და ძაღლების უფლები გვადარდებს მარტო და რო იტყვი რაღაცას, რო არ შეიძლება ასე ძალიან გაღმერთება ამ ძაღლების უფლებების, გამოგივარდებიან და აბა შენ წამებელი ხარ, აბა შენ სასტიკი ხარ, აბა შენ ცოცხლად დაწვას ესალმები და ასე შემდეგ, რაღაც უკუღმა ამოტრიალებული ყველაფერი და ნორმალურად ყველაფერი არ განიხილება და არაფერი არ ისმის საქართველოში და ეს ახლა სამ შემოვიდოდი, მანამდე შემხვდა ესეთი ინფორმაცია და აი ამ ძაღლმა დიდებლებს მინდა უთხრა, რომ სამი ადამიანი დაუკვენია აგერ მარტვილში უპატრონო ძაღლს და ცოფი დადასტურებია და წადით ახლა და უმკურნალეთ იმ სამ ადამიანს და უხსენით უპატრონო ძაღლების მოფერება ჩახუტებაზე და შენჭირმე შენგენაცვალეზე ელაპარაკეთ ამ გამწარებულ ადამიანებს. რა არის ცოფი? რა ვიცი, მე მგონი უნდა იცოდეს ადამიანმა. მეც არ შევჩერდები ამ საკითხთან დაკავშირებით. საკმაოდ ბევრი ვილაპარაკეთ, გუშინაც გქონდა YouTube ტრანსლაცია და ვისაც აინტერესებს რელიგიური თვალსაზრისით, ქრისტიანული თვალსაზრისით, ბიბლია რას ამბობს, სახარება რას ამბობს ძაღლებთან დაკავშირებით, თუ ქრისტიანები ხართ, წაიკითხეთ და მოისმინეთ. თუ არ გინდათ, კაცო, მე არავის არ გაძალეთ. მე ის არ თქვას ვინმე, რომ არ გითქვია. და ჩავთვალოთ, რომ მართლა ესეთი უპრობლემო ქვეყნის შვილები ვართ და დღეს სადა ქვეყანა არჩევს აი ამ საკითხს, უნგრეთში პოლიტიკური ვითარების შეცვლას. ორბანი დამთავრდა, მადიარი მოდის და დაერხათ კოცებს, კოცები შავდღეში არიან ჩავარდნილი, მოკავშირე აღარ დარჩათ შიგ ევროპაში, რუსეთს რა თქმა უნდა ამ ბნელ რუსეთს დაერხა, რუსეთის საქმე ცუდად ააწი, აღარაფერი რუსეთს აღარ ეშველება. უკრაინა ომს მოიგებს, იმიტომ რომ ორბანი აღარაა იქ და მოკლედ უკვე ვარჩევთ ყველა ექსპერტი გახდა უნგრეთის საერთოდ ისტორიული როლის, ისტორიის და დღევანდელი უნგრეთის პოლიტიკის მიმართ და ამიტომ მე მინდა ვესაუბრო ჩემს აუდიტორიას ცოტა უნგრეთის შესახებ. უნგრელიერის როლზე ისტორიაში და ამ ყველაფრიდან გამოწვეული
დღევანდელი უნგრული პოლიტიკის შესახებ და მე პირადად ვთვლი, რომ ჩემი შეხედულება თუ ვინმეს გაინტერესებთ, რომ უნგრეთში არც არაფერი შეიცვლება, ეს არის ჩვეულებრივად და მალე გამოჩნდება ეს ყველაფერი, რომ ეს ასე არის დიდი ალბათობით, მე ამას ვფიქრობ, ახლა 100% არაფერს არ ვამტკიცებ, მაგრამ ეს ყველაფერი მაფიქრებიებს, რომ უნგრეთში ხდება უბრალოდ ორბანის რეჟიმის ტრანსფორმაცია. ევროპა არავის მეგობარი არაა, შენ შემოგევლე, მათ შორის უნგრეთის ისტორიაზე მინდა დღეს ვისაუბრო, ამიტომ თუ კითხვები ვისაც გაგაჩნიათ ბოლოსკენ დამისვით, ნუ შემაწყვეტიებთ. ძალიან საინტერესო თემა იქნება, ვისაც აინტერესებს ისტორიულ რაკურსში და სინამდვილეში უნგრეთი როგორ ცხოვრობს, როგორ არის მოწყობილი უნგრელების ფსიქოლოგია, აზროვნება და რამ განაპირობა ეს ყველაფერი. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის რეჟიმის ტრანსფორმაცია, ორბანის რეჟიმის ტრანსფორმაცია უნგრეთში, ისევე როგორც საქართველოში 1992 წლიდან დღემდე არანაირი ცვლილებები არაა განხორციელებული, არის საქართველოს მოღალატეთა კავშირი, შევარნაძეა დღემდე, შევარნაძის გამოზრდილი სააკაშვილის დამფინანსებელი ივანაშვილი, კოჰაბიტაცია, როგორც არც 2003-ში არაფერი ცვლილებები დამდგარა და ეს იყო შევარდნაძის რეჟიმის ტრანსფორმაცია, როგორც 2012-ში მოხდა ვითომ ქოცები რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში და სინამდვილეში მოხდა ნაცების რეჟიმის ტრანსფორმაცია, ზუსტად იგივე პროცესები არ ხდება ახლა უნგრეთში, აქ ამას თავისი მიზეზი, თავისი საფუძველი, თავისი ისტორია, უნდა იცოდე ელემენტარული ეთნოფსიქიკა, უნდა იცოდე ამ ერების და ქვეყნების ელემენტარული პოლიტიკური გემოვნება, აზროვნება, ხედვა თავიანთი პრობლემების, თავიანთი ისტორიის, მაგალითად ახლა როგორც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვერასდროს ვერ მოვა რაღაც პრორუსული ხელისუფლება, ასე რომ ვთქვა პრორუსული კი არა, აი ნორმალური ხელისუფლებაც ვერ მოვა, რომელსაც ნორმალური ურთიერთობა ენდომება, იმიტომ რომ ხალხის ეთნოცნობიერება გამოწვეული არის იმ უახლოესი ისტორიის ფაქტორებით, ისევე როგორც პოლონეთში ნაციონალისტები არიან, ნაციონალისტები იქნებიან, ლიბერალურია ამ ნიღბით ულტრაკონსერვატორები, რომლებმაც თავის დროზეც და ახლაც რუსეთის მიმართ განიცდიან ზიზღს, სიძულვილს და ბევრ სხვა რაღაცას, ასე არის ფორმირებული უნგრეთი და საერთოდ უნგრელი ერის აზროვნება და უნგრული სახელმწიფოს ისტორია. მოდი ახლა სანამ ჩვენ უშუალოდ არჩევნებამდე აი ამ საკითხებში გადავიდეთ, ბოლოში აი ვისაუბროთ უკვე აი აქამდე მოსულ ორბანის თვითონ როლზე უახლეს ისტორიაში კოლოსალურად დიდი როლი აქვს. შეიძლება ამ პერიოდს ეწოდოს ორბანის როგორც ეპოქა გადაჭერბების გარეშე და ორბანიც ზუსტად ისეთი ტროასცხენი იყო მაშინდელ ლიბერალურ იმაში, როგორც შემდეგ მოდიარი ეს ვაჟბატონი და სხვათა შორის რო იცოდეთ, მოდიარი ეს უნგრულ ენაზე უნგრელს ნიშნავს. უნგრეთს ნიშნავს. ხო, როგორც ქართველი არის, ქართველი შვილი, აი დაახლოებით აი ესეთი გვარი არის, რო იცოდნენ ისე მაინც ცნობისთვის. ასე ეძახიან თავიანთ ქვეყანას და თავიანთ ეთნოს, როგორც ჩვენ ჯორჯიანელები, გეორგიანელები, გრუზინები, რა ქვია, გიურჯები და ჩვენ ერთმანეთს ვეძახით ქართველებს, აი ესე არის ის ვაჟბატონის გვარი, რომელმაც ახლა გაიმარჯვა სხვათა შორის დიდი უპირატესობით. პირველ რიგში მე მინდა ცოტა უნგრელების ისტორიას შევეხო, სხვათა შორის ძალიან ბევრ რაღაცაში გავს საქართველოს ისტორიას და ქართველი ერის ისტორიას, ამიტომ იყო რომ უნგრელი მწერლის შანდორ პეტეპის მიმართ საქართველოში ესეთი დამოკიდებულება იყო,
იგივე ზიჩს ჰქონდა საქართველოსთან ესეთი დამოკიდებულება და საერთოდ აი უნგრელებს და ქართველებს რაღაც ძალიან ისეთი სოლიდარული რაღაცები გაგვაჩნდა ერთმანეთის მიმართ და დღესაც, როდესაც ეს ნაცკოცობის პერიოდი არის, აი ამ პოლიტიკურ გემოვნებაშიც უნგრელებთან მონახეს კოცებმა და უნგრელებმაც ქართველებთან მონახეს შედარებითი სიახლოვე. აქვს ამას თავისი ფესვები, იმიტომ რომ ერთი დეტალის გამოკლებით ჩვენი ქვეყნების ისტორია გავს ძალიან ერთმანეთს. პირველი დავიწყოთ იქედან, რომ აი ძირითადში, ანუ ეს ერთი რაღაცის გამოკლებით, რაც ძირითადი. კარგად დაიმახსოვრეთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია. უნგრელები ეს ხალხი არ არის ევროპული ეთნოსი. არ არის ევროპული ეთნოსი ევროპაში, ისევე როგორც მაგალითად თურქები არ არიან ევროპული ეთნოსი. არ არის ევროპული ეთნოსი. მათი ენა, მათი ლინგვისტური, ასე რომ ვთქვათ, ენები, ლინგვისტური ოჯახი არც ერთ ევროპულ ენას არ უკავშირდება, არანაირი კავშირი არ გააჩნია, ნათესაური კავშირები. მათ შორის არც თურქულს არ გააჩნია, არანაირად თურქულთან არ აქვს შეხება, თუ რამე ბარბარიზმებია შესული. ეს არის სადღაც დაახლოებით ხანტამასინებთან, სადღაც ეს ურალსიქეთ მცხოვრები ხალხთან აქვთ ყველაზე მეტი ახლო ენობრივი კავშირი. სხვა მხრივ უნგრული ენა თავიდან ბოლომდე არანაირად ევროპულ ოჯახთან კავშირში არა, ისევე როგორც ეთნოსი. ევროპელები თვლიან, რომ უნგრელები თავის დროზე ჰუნების ხალხთა დიდი გადასახლების პერიოდი, როდესაც დადგა, ჰუნებთან ერთად შემოიჭრენ ევროპაში და უნგრელები არიან ჰუნების მემკვიდრე ხალხი, აქედან მოდის ევროპელების დარქმეული სახელი ჰუნგარი, რომელიც ჰუნებთან აიგივებდნენ აი ამ ხალხს. მოკლედ შორს რომ აღარ წავიდეთ, ჩავთვალოთ აი ასე ჩავთვალოთ, რომ ჰუნებთან ერთად შემოიჭრენ ევროპაში, ევროპელები ამას ასე თვლიან, ასე ხედავენ, არის ჰუნების დარჩენილი ნაწილი, რომლებიც იყვნენ მომთაბარე ტომები, მაგრამ ბალკანეთზე საბოლოოდ ნახეს შეჩერების წერტილი და მომთაბარე ტომები ერთ ადგილზე ცხოვრებას დაეჩვიეს, მიიღეს ქრისტიანობა, ეს მოხდა 1000 წელს, როდესაც რომის კათოლიკური ქრისტიანობა მიიღეს, ეს მერე გაყოფა რომ მოხდა, კათოლიკურ ბანაკში დარჩა, რომის პაპმა უშუალოდ განათლა ეს ხალხი და აქედან დაიწყო უნგრეთის როგორც ოქროს ხანას, როგორც უწოდებენ, სხვათა შორის სადღაცა ეს პერიოდი არის, უკვე მე-12 საუკუნეა, ჩვენთანაც ოქროს ხანა არის, იქ ცოტა მეტი ადრე, მე-10 საუკუნეში დაიწყო უნგრელების ოქროს ხანა და გაგრძელდა უნგრელების ოქროს ხანა მონღოლთა შემოსევამდე. უნგრეთი იყო აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ის იშვიათი ქვეყანა, მე პოლონეთთან ერთად შეიძლება ჩაითვალოს, რუსებზე დამაზე არ მაქვს ლაპარაკი, კიევის რუსეთზე არ მაქვს საუბარი, რომელიც მონღოლებმა დაანგრიეს განსაკუთრებული სისასტიკით. დაანგრიეს, გაასწორეს მიწასთან და ძალიან დაზარალდა უნგრეთი, მათი ოქროს ხანა დამთავრდა, სხვათა შორის ისევე როგორც ჩვენში დამთავრდა ოქროს ხანა, მაგ პერიოდის უკვე გიორგი ბრწყინვალეს დაღუპვაც მოყვა, გიორგი ბრწყინვალეს ლაშა გიორგის დაღუპვაც მოყვა შემდეგ ამ ლაშქრობას მონღოლებთან შეტაკების მერე. ახლა მონღოლების ხმალზე იმპერიები დაინგრა და საერთოდ გასწორდა ძალიან ბევრი ქვეყანა. ჩვენ კიდე კარგად გამოვძვერით იმ პერიოდში გიორგი ბრწყინვალის დამსახურებით და სხვა თავდადებული მეფეების დამსახურებით. აი უნგრეთი განადგურდა მაშინ და ბეწვზე გადარჩენ მაშინ ევროპელები მონღოლების, აი წახტო რომის იმპერია და ისინი რომ მონღოლები არ შევიდნენ ბოლომდე და არ გადაუარეს ევროპას.
დღემდე სხვათა შორის ბევრისთვის გაუგებარია თუ რატო არ გააგრძელეს მონღოლებმა ბრძოლა დასავლეთისკენ. ამის შემდეგ უკვე ბიზანტიის დაცემის პერიოდი, როდესაც დგება, უნგრელები აღმოჩნდებიან პირისპირ ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. ოსმალეთის იმპერიამ განსაკუთრებული სისასტიკით, ერთ-ერთი განსაკუთრებული სისასტიკით სულეიმანის არმიამ 5526 წელი იყო, თუ არ მეშლება, რომ მთელი უნგრული ჯარი გაანადგურა, აიპყრო ეს ტერიტორიები, ააწიოკა და უნგრელებს არ დაეხმარა არავინ, არც ავსტრია, არც პოლონეთი, არც რა თქმა უნდა იტალია, არც სხვა ქვეყნები და შეატოვეს სერბებთან ერთად. ამაც გამოიწვია უნგრული სახელმწიფოს დაცემა. მერე ავსტრიელებმა ამ ტერიტორიაზე აღადგინეს, ჰაბსბურგებმა აღადგინეს თავისი გავლენა, ასე რომ ვთქვათ, და იყო ავსტრიის იმპერია იყო. 1848 წელი ხშირად ურბანი ახსენებს ამას. ეს იყო აჯანყება უნგრელი ხალხის ჰაბსბურგების წინააღმდეგ და სხვათა შორის ეს აჯანყება რუსული ჯარით ჩაახშო ჰაბსბურგებმა უნგრეთში. ეს რუსული შანთი ძალიან ჩასმული აქვთ უნგრელებს, ძალიან სიმწარე ახსოვთ რუსებიდან და პრაქტიკულად ავტონომიის სტატუსი მაინც მიიღეს, ავსტრია-უნგრეთის შემდეგ იმპერიად გარდაიქმნა, მაგრამ ახლა ავსტრია-უნგრეთში უნგრელების სახელი უფრო ფორმალური იყო, ძირითადად ჰაბსბურგების იყო ეს ქვეყანა და არავინ არ ეკითხებოდა უნგრელებს არაფერს. ესე იგი, გადამწყვეტი აღმოჩნდა უნგრელებისთვის პირველი მსოფლიო ომი, რომელ პირველ მსოფლიო ომშიც ავსტრია-უნგრეთი მონაწილეობდა გერმანელების მხარეზე, გერმანიის მხარეზე, ანტანტის წინააღმდეგ. და გაჩვენებთ ახლა ეს არის 1920 წელი და კარგად დააგვირდით აი ამ რუკას. და რა თქმა უნდა, როდესაც დამარცხდა პირველ მსოფლიო ომში, დამარცხებული ავსტრია-უნგრეთის წინააღმდეგ დასავლეთმა გამოიყენა, აი უნგრელების წინააღმდეგ გამოიყენა განსაკუთრებული სასტიკი დამოკიდებულება, რადგან როდესაც დაიშალა ავსტრია-უნგრეთის იმპერია, აი ამ ტერიტორიებში უნგრეთმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ეს არის უნგრეთის ოქროს ხანის ტერიტორიები, სადაც დღევანდელი ხორვატიის ნაწილი არის, რუმინეთის ნაწილი არის, ჩეხოსლოვაკიის ნაწილი არის, უკრაინის ნაწილი არის და ეს არის ტრიანორის ხელშეკრულება, როდესაც ევროპელებმა, გამარჯვებულმა ქვეყნებმა უნგრელებს უთხრეს, რომ არა ბატონო, ეს არ არის თქვენი ტერიტორია, ამხელა არ არის თქვენი ტერიტორია, მოგუხაზეს ზუსტად აი ესე, ეს არის თქვენი ტერიტორია, თუ გინდათ მხოლოდ ამ ტერიტორიაზე შეგიძლიათ დამოუკიდებლობა გამოაცხადოთ, თქვენ არ გაქვთ ჯარისყოლის უფლება, თქვენ გაქვთ რეპარაციები გადასახდელი და ეს პრაქტიკულად 70% ტერიტორიები, რასაც უნგრელები თვლიდნენ, რომ ეს იყო მათი ტერიტორია, ანტანტამ დასაჯა იმისთვის, რომ იყვნენ გერმანიის მომხრეები და უნგრელებს ჩამოართვეს მისი ტერიტორიები და იქნა გადანაწილებული რუმინეთის, ჩეხეთის, ხორვატიის და ასე აი ამ ქვეყნებში იქნა გადანაწილებული ეს მიწები, რაც ძალიან დიდ როლს ითამაშებს მომავალში და საოცრება არის, რომ გვარი არ მახსოვს მაშინ
უნგრეთის მმართველი ვინც დარჩა შემდეგ იყო ადმირალი იყო წოდებით ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში მყოფი ადმირალი იყო ძლიერი პიროვნება იყო მაგრამ ის გახდა ქვეყნის მმართველი ადმირალი როდესაც ქვეყანას ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნდა როგორც უჯარო გენერალი უფლოტო ადმირალი ამან გამოიწვია უნგრელ ხალხში აი ამ ტერიტორიულმა საკითხმა გამოიწვია უნგრელ ხალხში განცდა იმის მივალთ მაგამდე ჯიგარო მივალთ უნგრელებს აქვთ ძალიან ესეთი როგორც ქართველებს გვაქვს განცდა რომ ჩვენ ვართ მარტოხელა ერი და რომ ჩვენ არავის ნათესავი არა ვართ აი ამაშიც გვავართ ერთმანეთს უნგრელებს აქვთ განცდა და სამართლიანი განცდა აქვთ რომ ისინი არ არიან ევროპაში არავის მეგობარი არავის ახლობელი არავის შინაური ისინი არიან მარტოხელა ერი რომელი მარტოხელა ერის მიმართაც და რომლებიც არ არიან აბორიგენი ევროპელები რომლის მიმართაც ევროპა მოიქცა ძალიან უსამართლოდ ყოველთვის ეს იქნებოდა მონღოლების წინააღმდეგ ომი როდესაც არ დაეხმარენ თურქების წინააღმდეგ ომი როდესაც არ დაეხმარენ და ტრიანორის ხელშეკრულება როდესაც უნგრეთის 70% ტერიტორიები ჩამოართვეს გადაანაწილეს და აი ამ ტერიტორიებზე მილიონობით უნგრელი აღმოჩნდა ყველაზე მეტი არის რუმინეთში ტრანსილვანიაში ეს კიდე ცალკე თემა არის და აი უნგრელები ცხოვრობენ აი ამ უსამართლობის განცდით და აი ესეთი დამოკიდებულება გააჩნიათ ახლა ეს როგორ გითხრათ იცით შეხედეთ აი ეს აქ კარგად ჩანს ეს შეგიძლიათ აღიქვათ თუ რა ტერიტორიები აქვს დაკარგული მათ შორის ზღვაზე გასასვლელი უნგრეთს რომელსაც ისინი თვლიან რომ ეს დიდი უნგრეთის შემადგენელი ნაწილი არის და თუ რა დონის სასიცოცხლოდ აი შედარებები არის თუ რო შევადაროთ რამხელა შეიძლება დარჩენილიყო იტალია, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი რომ მისთვის ჩამოერთვათ ეს ტერიტორიები აი ყვითლად არის აღნიშნული ეს სხვათა შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის იმიტომ რომ უნგრელები ყველგან აფიქსირებენ ამას და აი ეს ამან გამოიწვია უნგრელი ერის თანამედროვე აზრის ფორმირება რომ უნგრეთი არის არავის მოკავშირე არ არის უნგრეთი არავის ნათესავი არ არის ავსტრია არის და იპყრობს ევროპელები არ ეხმარებიან თურქები მტრები არიან რუსებს უნგრელების დასასჯელად იყენებდნენ ისტორიულად და ну მოკლედ აქვთ ნატრა დიდი ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბების თავისი ტერიტორიების დაბრუნების და აი ამ ზავმა ისევე როგორც სხვა ყველაფერმა ახლა მინდა გაჩვენოთ კიდე ერთი რუკა ამ ტრიანორის ხელშეკრულებამ ისევე როგორც პირველი მსოფლიო ომის ხელშეკრულებამ შვა პირველმა მსოფლიო ომს შვა მეორე მსოფლიო ომი გერმანელების დამცირებით შეურაცხყოფით ну 1000-დაერი ისეთ ვითომ ომის გარეშე რომ უზარმაზარი რეპარაციები რომ გადაახტევიეს და დაჩაგრეს გერმანელები რამაც მეორე მსოფლიო ომი შვა ზუსტად ამას ელოდნენ უნგრელებიც და ჰიტლერთან სამოკავშირეო ხელშეკრულება გააფორმეს რადგან ჰიტლერი მათ შეპირდათ დიდი უნგრეთის ტერიტორიების დაბრუნებას არ ვიცი ახლა აქ ხედავთ თუ არა ლვოვი და უშგოროდი ეს არის დასავლეთ უკრაინა უფრო ეს ტერიტორია უბრალოდ ამ ტერიტორიებზე ლვოვზე არაა საუბარი მაგრამ ეს ტერიტორიები არის დასავლეთ უკრაინის ტერიტორიები რომლებიც ჯერ 38 წელს პოლონეთის ნაწილი იყო ლვოვი იყო ნაწილი და გადავიდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგად და ასევე ვენის კონგრესით უკრაინის დღევანდელი უკრაინის მფლობელობაში პრიკარპატია რომელიც 45 წელს უკვე საბჭოთა კავშირის საკუთრება გახდა
38-44 წლები იყო უნგრეთის შემადგენლობაში, გადასცა ჰიტლერმა, ნაწილობრივ შეუსრულა იმას თავისი დანაპირებები, მაგრამ როდესაც დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი, უნგრელები დაისაჯენ ძალიან მკივნეულად და ეს იყო სტალინის სასჯელი ჰიტლერის მხარეზე მონაწილეობისთვის და საბჭოთა კავშირზე თავდასხმისთვის რეპარაციებთან ერთად მათ ჩამოერთვათ ეს ტერიტორიები, რომელი ტერიტორიებიც თავის დროზე გადასცა ჰიტლერმა და ეს მიუერთდა უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, ისევე როგორც ლვოვი, ტერნოპოლი, დასავლეთ უკრაინა და სხვა დიდი ტერიტორიები. ახლა რითი იყო გამოწვეული ამ ტერიტორიების მიმართ სტალინის დამოკიდებულება? სტალინის დამოკიდებულება იყო ძალიან მარტივი. აქ არ იყო უნგრელი ხალხის მიმართ და უნგრელების ჯინაზე ჩამორთმევა ამ ტერიტორიის, ვისაც როგორც უნდა ისე გაიგოს. აქ იყო ძალიან მარტივად საკითხი. ეს პრიკარპატია, ანუ ერთი ებხარე და მეორე ზაკარპატი, ანუ კარპატის მთები, ეს არის ევროპის ბუნებრივი ფორპოსტი, რომელიც მადომინირებელი სიმაღლეა და ხელს უშლის საბჭოთა კავშირის და რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას. ამიტომ ეს არის ბუნებრივი ფორპოსტი, რომელზეც უნდა ქონოდა საბჭოთა კავშირს და საბჭოთა ჯარისკაცი უნდა დამდგარიყო ამ მადომინირებელ სიმაღლეებზე. რომ რუსებს ძალიან კარგად ახსოვდათ ჯერ 1812 წელი თუ ევროპის ვაკიდან როგორ განხორციელდა თავდასხმა, მეორე მიმართულება ეს იყო პირველი მსოფლიო ომი და უკვე მესამე მიმართულებაზე ზუსტად იგივე მხრიდან მოხდა ფაშისტების შემოჭრა, ამიტომ ეს ჩამკეტი რგოლი, კარპატის მთების ჩამკეტი რგოლი უნდა ქონოდათ საკონტროლებლად და მიერთა. ზუსტად ეს გახდა ამან კიდევ და კიდევ უფრო გაართულა უნგრელების მდგომარეობა, მარტოობის განცდა, მარტოხსულობის განცდა, დაჩაგრულობის განცდა და 56 წელს გამოხატეს ეს ყველაფერი აჯანყებაში, რომელიც საბჭოთა კავშირმა რა თქმა უნდა ჩაახშო და ასე იყო 89 წლამდე. ამან განაპირობა უნგრელი ადამიანების დამოკიდებულება, საერთოდ მსოფლმხედველობა და დამოკიდებულება ირგვლივ. ორბანის დროსაც ყველას მეზობელთან პრობლემები იყო, იმიტომ აბსოლუტურად ყველა სამეზობლოს აქ უნგრელები როგორც თვლიან თავიანთი ტერიტორიები. აი ამ ტერიტორიებზე ცხოვრობს მილიონობით უნგრელი და სხვათა შორის ორბანმა დაურიგა მოქალაქეობა ამ ხალხს და მათ იყენებდა არჩევნებში, ძალიან აქტიურად იყენებდა არჩევნებში, მათ შორის განსაკუთრებით რუმინეთში და ეს მისი მემკვიდრეც უნგრელი, გვარი რო აქვს უნგრელი, ისიც თავისი მასწავლებლის გზას მიყვებოდა. ამიტომ შეიძლება ჩვენ ჩავთვალოთ იცით როგორ ისევე როგორც კავკასია არის დენთის კასრი, ისევე არის ბალკანეთი და ეს უნგრეთის დუნაის პირი, ეს არის დენთის კასრი ევროპაში. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ერი თვლის, რომ მათი ტერიტორიები უსამართლოთაა წართმეული და გადანაწილებულია სხვადასხვა ქვეყნებში. ამიტომ, როდესაც დაიწყო ომი გერმანიასთან, უკრაინას და რუსეთს შორის, გაუჩნდათ ესეთი განცდა, უნგრეთში გაჩნდა ესეთი განცდა, რომ თუ კი დაიშლება უკრაინის სახელმწიფოებრიობა, აი ამ პრიკარპატიის ტერიტორიაზე მოხდება მათი პრეტენზიების წაყენება და ეს ტერიტორია ექნებათ მათ. კი ბატონო, მასეა იუგოსლავიის საკითხი, კი ბატონო, მეორე მსოფლიო ომის დროს 9,5 მილიონი
ადამიანი იქნა გაგზავნილი საკონცენტრაციო ლაგერებში, გესტაპოში და ამაში სისასტიკეები ხდება და მე ახლა ამ მომენტზე უბრალოდ არ ჩერდები რა, იცი, იმიტომ რომ ყველა დეტალს ხო ვერ ავხსნი, მე მინდა უბრალოდ ზოგადად აი ამ ხალხის დამოკიდებულება და ამ ხალხის ეთნოცნობიერება როგორი არის და რატომ არ შეიძლება რომ რადიკალური ცვლილებები მოხდეს, რაც აი საქართველოში როგორია, რა იქ მოვიდა უკვე ისა შემცვლელი, არ მოხდება ეგრე რა, არ მოხდება, არ არის იქ ისეთი სიტუაცია, რომ საქართველოში როა ყველაფერი წასული და საკუთარ ისტორიას ლანძღავენ, აგინებენ, აფურთხებენ და ცხენიათ ყველაფერი ქართულის და მიმფურთხებული აქვს, იქ ეროვნულ გრძნობებზე აი ესეთი დამოკიდებულება არ არის. ამიტომ არის უნგრეთი ერთ-ერთი კონსერვატიული საზოგადოება და ამ ლიბერალიზმთან განსაკუთრებით ანტაგონიზმში მყოფი საზოგადოება, რადგან არ თვლიან ისინი, რომ უნგრეთის სახელმწიფოს აქვს მიღებული ის, რაც უნდა მიიღოს. როგორც ჩვენ გვაქვს განცდა ტაო-კლარჯეთი თურქეთისა, საინგილო ჰერეთი იმათია, აზერბაიჯანისა, რუსეთს დაპყრობილი აქვს ტერიტორიები, ლორეტაშირი ჩვენია, ყველა ჩვენ მეზობელს აქვს ჩვენი ტერიტორია, აი ამაშიც ვგევართ უნგრელებს, აი შეიძლება ამაში ძალიან ბევრი პარალელების გავლება, ასე რომ აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე მოხდა ფორმირება უნგრული საზოგადოების აზროვნების, ცნობიერების და ისინი თვლიდან და თვლიან, რომ ისინი არიან მარტოხელა განწირული ერი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე არავის იმედი არ უნდა გქონდეთ. რაც შეეხება თვითონ ორბანის ფენომენს, ორბანი იყო უახლოესი ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე უნგრული პოლიტიკის მამად შეიძლება ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო და ურთიერთ გამომრიცხავი აქვს, რა ქვია, ქმედებები აქვს ჩადენილი. ორბანი იყო, რომელმაც პირველმა გაბედა და 1989 წელს გამოაცხადა, რომ საბჭოთა ჯარები უნდა გასულიყვნენ უნგრეთიდან. მაშინ ახალგაზრდა პოლიტიკოსი იყო, რომელიც სხვათა შორის სოროსის დაფინანსებით და სოროსთან ერთად ქვეყანაში 99 წელს დიდ ცვლილებებს გეგმავდა. სოროსი ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებზე ხომ შედიოდა და ინტელიგენციას ყიდულობდა და ისვამდა ჯიბეში და ეს ჩვენია ბოზიშვილები, ვინც არიან სულ ყველა ეს ელიტა, ყველა სოროსის უკნიდან ხო არიან გამომძვრალები. და მაშინ სოროსი, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგი იყო, რა თქმა უნდა და ორბანზე გააკეთეს, მაშინ ახალგაზრდები იყვნენ, ეს პარტია ფიდე, რომელიც შექმნეს, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ ამ პარტიის წევრი 35 წელსზევით ვერ გახდებოდა ადამიანი. ყველა უნდა ყოფილიყო 35 წელს დაბლა. და იყვნენ რადიკალურად განსხვავებული ახალგაზრდები, რომელი ახალგაზრდებიც სუფთაი სოროსული დღეს რა ჯენზებზე რო ეძახიან ახალგაზრდები, თავისი მკვეთრი გამოკვეთილი იმით და რა თქმა უნდა მათ კარგად გამოიყენეს ეს პერიოდი საბჭოთა ჯარების გაყვანა უნგრეთიდან, სხვათა შორის ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია ეს თავიდან ბოლომდე დამსახურება არის ორბანის, ნატოში გაწევრიანება, თავი გამოთქმა სურვილის, ასევე ევროკავშირის გზაზე რეფორმები ეს. თუმცა საინტერესო მომენტი არის ის, რომ მისი ისტორიის მანძილზე მოხდა ისე, რომ გაიმარჯვეს არჩევნებში, მაგრამ ეკონომიკას ვერ მოუხერხეს ვერაფერი. რეფორმები ვერ გაატარეს, ახალგაზრდები კი იყვნენ, მაგრამ ეთყობა ბევრი რაღაცა არ ესმოდათ და მოუწიათ მათ თანამდებობების დატოვებამ და ორბანსაც პოლიტიკური პაუზის აღება რაღაც პერიოდის მანძილზე და აი დააკვირდით ერთ ძალიან საინტერესო მომენტს. ორბანი ბრუნდება 90-იანი წლების ბოლოს
უნგრეთის პოლიტიკაში, თავისივე პარტია და თავისივე საძმაკაცო, რომელიც ყავს, მაგრამ ის ბრუნდება რადიკალურად შეცვლილი. რადიკალურად შეცვლილი, ეს არ არიან ის ახალგაზრდები, რომლებსაც გასტუკიც კი არ ეკეთათ, რომლებსაც ეს ჯინსები და ჯენზი მენზი ჩაცმულობები ჰქონდათ და რაღაცა ესეთი იდიოტური განცდები და ფიქრები, როგორც ახასიათებთ ახლა წაღმადიდებლებს და შიგევროპელებს და ჯენზელებს და თუმცა ასეთი გამოხლებულები არასდროს არ ყოფილან, ისინი მართლა ქმედით უნარიანი ხალხი იყვნენ, მაგრამ ეს ახალგაზრდული ელემენტი ისინი ბრუნდებიან ულტრა კონსერვატიული აზროვნებებით და ულტრა კონსერვატიული შეხედულებებით, აქცენტირებული ეროვნულ პოლიტიკაზე, ნაციონალურ გრძნობებზე და იქმნება ახალი ერა, როდესაც ეს ორბანის ერა შეიძლება ეწოდოს ბოლო 16 წელიწადს. აი ამ ბოლო 16 წლის მანძილზე ორბანი და მისი პარტია ცდილობს შექმნას ისეთი რეალობა ევროკავშირში, მოვიდეთ, ჩამოვიდეთ თანამედროვე პერიოდამდე, მოვიდეთ, ბევრი არ დარჩა, თუ დაგღალეთ ალბათ ყველაფრით, მაგრამ აი ეს დილეტანტურად რომ ორბანი წავიდა და ის მოვიდა და იმ წუთში შეიცვლება ყველაფერი, ასე არ ხდება. ყველაფერს აქვს თავისი ფესვები. ელემენტარულად მეც მინდა რომ ჩემი აუდიტორია, ვინც ამსმენელი და მაყურებელი, საქმის კურსში იყოს თუ რა ხდება. შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს ფაქტები, რასაც ვსაუბრობ, რომ ეს ასე იყო, დაგუგლოთ. და იწყებს უკვე უნგრეთი თავის დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას. იწყებს თავისი დამოუკიდებელი სუვერენული პოლიტიკის გატარებას და იწყებს უნგრეთის წმენდას. გაიხარეთ ჩემო კარგებო, მეც გილოცავთ დედა ენის დღეს. იწყებს წმენდას კონსტიტუციურ ცვლილებებს, აბეტონებს, სრულიად ამ სიტყვის ხო, აი ზუსტად მაგიტომ აბეტონებს აი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ძირკვავს ბრიუსელის კადრებს და ევროპის კადრებს და აი აზროვნებას და იმ გავლენას, რომელი გავლენაც გააჩნდათ უნგრეთში, აი ამ საკადრო პოლიტიკას და ის ქმნის ცდილობს ითამაშოს უკვე დამოუკიდებელი პოლიტიკოსის როლი, რაც თავისთავად ეწინააღმდეგება ბრიუსელის ქმედებებს, ბრიუსელის აზრებს, მაგრამ ძალიან როგორც გითხარით, უნგრეთში და უნგრელ ხალხში არის განცდა, რომ ევროპელებმა ისინი მაინც თავისიანად არ ჩათვალეს, არ მიიღეს, რომ ისინი არიან მარტოხელა ხალხი, ამიტომ მათ უნდა იზრუნონ თავიანთ თავზე, მათ უნდა აშენონ თავიანთი სახელმწიფო და ნაკლებად მოусმინონ იმ ქვეყნებს, რომელმა ქვეყნებმაც 100 წლის წინ ესე იგი 2/3 უნგრეთის ტერიტორიების დაათმობიეს. ამიტომ ორბანს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა ბევრი აქვს. ბლომად აქვს მთელი ამ ხნის მანძილზე, რაც ყოფნის იმისთვის, რომ აქამდე მოვიდეს. მაგრამ ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. და დგება ეს პერიოდი, რომელი პერიოდშიც უკრაინის ომი არის, როდესაც ბრიუსელი 100-ია, უნგრეთი 100-ია, მოკლედ ეს 100-ია და ორბანი ცდილობს, რომ ამ ყველაფრიდან თავისი ეს საქართველოს უკუღმარ ავადმყოფურადაა გაგებული ყველაფერი. არ არის უნგრეთი მდიდარი ქვეყანა. არ არის ისეთი მდიდარი ქვეყანა, როგორიც არის ჰოლანდია, როგორიც არის ბელგია, როგორიც არის თქვა საფრანგეთი, შვეიცარია, პირიქით აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ღარიბი ქვეყანა არის, რომელსაც
არ გავაჩნია არანაირი რაღაცა დიდი გადასარევი რესურსები და მან უნდა ითამაშოს თავისი პოლიტიკა. და ის თამაშობს თავის პოლიტიკას, რომ რაც შეიძლება მოახერხოს რამენაირად იაფი ენერგორესურსების მოპოვება რუსეთიდან, რასაც აღწევს და ასევე ჩინური ინვესტიციები შევიდეს უნგრეთში, თუმცა ძალიან სერიოზული წინააღმდეგობები გააჩნიათ, აი ინვესტიციების საკითხმა და ფინანსურმა ეკონომიკურმა საკითხმა გადაწყვიტა ყველაფერი. ერთი ამბავი აუტეხეს ორბანს, რომ ეს ჩინური აგენტურა შემოყავს ევროპაში, აქეთ-იქეთ ბევრ ჩინურ პროექტს სხვათა შორის უარი ათქმევიეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩინური დაფინანსებით იქაც რკინიგზის მშენებლობა, ერთი სარტყელი, ერთი გზის ფარგლებში, ბუდაპეშტი, ათენის სარკინიგზო მიმართულება, დაფინანსდა ბევრი რაღაცები, ბევრ ჩინურ ინვესტიციაზე უნგრეთში უარი ათქმევიეს ორბანს, იძულებული გახდა და აი ხდება აქ დაბუქსავება, ომის, პანდემიის და ამ პერიოდში უნგრეთში დგება ეკონომიკური, ასე რომ ვთქვათ, უძრაობის ხანა. ხო, აი მაგაში არის რა. კი ბატონო, მასია, არა აქვს ყველაზე გასასვლელი, დიდარი ქვეყანა არ არის, რაღაცა არც ისეთ შეიძლება სასიცოცხლო მნიშვნელოვან ადგილზე არ მდებარეობს, თუმცა ახლა დუნაი ჩვეულებრივი სანაოსნო არის, მაგრამ ზღვაზე გასასვლელი სხვას ნიშნავს კიდე. აი დგება ზუსტად ეს პერიოდი და ამ პერიოდში უკვე ორბანი არაფერი აღარ აქვს დარჩენილი ხალხისთვის სათქმელად, იმიტომ ეკონომიკური რეალობა ვერ შეცვალა. პირიქით პრობლემები შეექმნა მოწოდებაზე უკრაინის მხრიდან და დარჩა ერთი რაღაცა, რომ აი უკრაინა ჩვენ ქოცებივით, ტიპიურად ქოცებივით, ჩვენ ომში ვერ ჩაგვითრევენ, უკრაინა ჩვენ გვტრობს, ჩემი ოჯახი სამოწყვეტა უნდათ და აი ეს ამბები მიდის და უნგრელები ხედავენ იმას, რომ აქეთ გართულებულია ეკონომიკური მდგომარეობა დაახლოებით 16 მილიარდი თუ მეტი არა დაბლოკილი აქვს ბრიუსელს და არ აძლევს ფულს, აქედან ენერგეტიკული პრობლემები არის მაინც შექმნილი და აი ამ პერიოდში დგება და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი აზრით ეს არის ჩვეულებრივი რეჟიმის ტრანსფორმაცია. ამ დროს მისი პარტიიდან და პიროვნება, რომელსაც ოთახში ეკიდა თვითონაც ამბობს, მისი აღზრდილი პოლიტიკური ფიგურა გამოდის ბოლო 2 წლის პერიოდში, იკრებს ახალგაზრდობას, მუშაობს ენერგიულად, ამბობს რაღაცა ისეთ რაღაცეებს, რაც პირიქით დასავლეთში უფრო მოსწონთ და რუსეთში ნაკლებად სიტყვაზე და იქმნება ახლა ეს პარტია და მისი გამოზრდილი ლეკვი ამარცხებს ორბანს და ორბანი გადის ახლა თამაშიდან და მოდიან ესენი კონსტიტუციური უმრავლესობით. აი ეს რეალობა დგას. მე ახლა როგორც კი მოვიდა ეს კაცო გამარჯვებული როგორც კი იქნა პირდაპირ თქვა, ხო, ჩვენ რუსეთთან დიალოგს ვაწარმოებთ, ჩვენ უკრაინისთვის დახმარებას მაინც არ გავიმეტებთ, არაფერი პრინციპული განსხვავება, რასაც ამბობდა ორბანი გამარჯვების მერე ამ კაცს არ ვთქვი. ამიტომ ჩნდება რეალურად გონივრული ეჭვი და ჩნდება რეალურად მთელი ამბები, რომ ეს არის თვითონ ორბანის და მოქმედი პარტიის მიერ შექმნილი მისივე ხელოვნური ოპოზიცია, რომელსაც გადააბარებენ ძალაუფლებას და ესეც გააგრძელებს უნგრეთის მართვას, რომ იმისთვის, რომ დასავლეთიდან შესაძლებელი გახდეს კრედიტების მიღება და ფინანსების მიღება, კონფრონტაციამ დაიკლოს და გაგრძელდეს აი ესე ცხოვრება. ახლა როდესაც ჩვენ ავიღებთ ამ ადამიანის, ვინც არის ახლა მოსული სათავეში მის პოლიტიკურ კარიერას, მისი პოლიტიკური კარიერა იწყება და მთავრდება თავიდან ბოლომდე ზუსტად
ორბანით გადის აბსოლუტურად იდენტურ გზას, რასაც გადიოდა ორბანი. სულ იძახოდა მე მაქვს კორუფციული სკანდალები. კი, კაცო, კი. ნავთობი და გაზი უნდა და რუსებს ვინა ერთი უნგრეთში რუსული ბაზები აღარაა. და აი ახლა გამოჩნდება ეს ყველაფერი იმით, რასაც ეს მედასავლეთები და უკან განათლებულები მოითხოვდნენ, რომ თუ კი მოხდება უნგრეთის კონსტიტუციის გადასინჯვა, კი ბატონო. და თუ კი მოხდება ძირეული კანონმდებლობის ცვლილებები, სხვათა შორის აქვს კონსტიტუციური უმრავლესობაც გააჩნიათ, დიდი მხარდაჭერით მოვიდნენ, მაშინ შეიძლება რაღაცაზე ფიქრი, მაგრამ მე პირადად ეს მეჭვება. მეჭვება, იმიტომ რომ რამ განაპირობა ორბანის დამარცხება. პირველი. დავიწყოთ იმიდან, რომ ეს ადამიანი მიუხედავად ყველაფრისა 99 წლიდან არის პოლიტიკაში და ხალხს ყელში ამოვიდა. ამოვიდა ყელში ხალხს, ერთი ესა ნამდვილად მოწყენის პერიოდია, მეორე ნაციონალურ გრძნობებზე საუბარით და რევოლუციური იდეალებით მოსახლეობა იღლება. კი ბატონო, გასაგებია ეგ ყველაფერი, რომ ამაყი და დამოუკიდებელი უნდა ვიყოთ, მაგრამ რაღაცა უნდა შეიცვალოს. რაღაცა მეტი საარსებო მიეცეს ხალხს, მეტი შემოსავალი კონდეს, მეტი რაღაცა ვიგო და მივიღოთ. თან კორუფციული სკანდალები, რომლებიც სხვათა შორის უნდა დაესახელებია ამ ვაჟბატონს ოპოზიციას, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში არ აკეთებდა. იმიტომ არ აკეთებდა იმ პარტიიდან მოდის თვითონაც იმ კორუფციულ სკანდალებში არის თვითონაც მონაწილე, თვითონაც დოვლად და შემოსავალი იმ პარტიიდან აქვს დაგროვებული. ამიტომ იქ ყოველთვის იმასაც ეთქვენ, შენ ბიჭო, ჩვენ თუ ჭამდით, შენს ყველა გაჭმევდით და აბა როგორ. და ფაქტორი, რუსეთის ფაქტორი, ეს არის მტკივნეულად ჩარჩენილი აზროვნება მაინც უნგრელ ხალხში, იმიტომ რუსებმა უნგრელების დასჯაში დიდი როლი შეიტანეს და ეს დალექილი არის უფროსი თაობის ცნობიერებაში, თუნდაც იგივე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იმ ტერიტორიების ჩამორთმევა 56 წელში ბუდაპეშტის შტურმი საბჭოთა ჯარების მიერ და სხვა უამრავი რაღაცა, რაც მოსახლეობაში დალექილია და ზის. ახლა იქ სწორია, არასწორი, ამაზე არ ღირს ლაპარაკი. მე ვამბობ რა განწყობა და პლუს ამას ეკონომიკური მაინც უძრაობა. ტრამპთან მეგობრობა. ბევრი ხაზს უსვამს იმას, რომ ტრამპი, რომელიც საერთოდ რას ახდენს და როგორ იქცევა სოფლიო პოლიტიკაში და დივერსი, რომლებიც ჩავიდნენ და შენჭირიმე, შენგენაცვალე, უნგრეთმა აირჩია დისტანცირების გზა ტრამპიდანაც, ასეთი დამოკიდებულება აქვს რუსეთიდანაც და უფრო თავისი ეროვნული და ევროპული მიმართულება აიღო. ასევე ნეთანიაჰუსთან, სამხედრო დამნაშავესთან მეგობრობა, ძმაკაცობა, შენჯირიმე, შენგენაცვალე, ებრაელების განსაკუთრებული მხარდაჭერა, რომელიც ასევე არაპოპულარული არის უნგრეთში. და ამათი ჩამოსვლა და ტლიკი-ტლიკინი ერთია, მაგრამ შეერთებულ შტატებს რაიმე მსხვილი ეკონომიკური პროექტები განეხორციელებია უნგრეთში, ეგრე არ ხდება. არ გაუკეთებია. რუსეთმა მეტი გააკეთა. რუსული ინვესტიციები სხვათა შორის უნგრეთში ძალიან მაღალია, მათ შორის არა მარტო ახლა აქ ნავთობზე და გაზზე და ამაზე არ არის მარტო საუბარი. ასევე ბირთვული რეაქტორი, რომელი რეაქტორით ატომური ელექტროსადგური, რომელიც შენდება უნგრეთში, ეს არის როსატომის ინვესტიცია, რუსული ფულით და თხოვდნენ, რომ გააჩერეთო ეს ობიექტიცო და დენი ნუ გექნება, რასაც ჩვენ გვეუბნებოდნენ, დაუწესეთ სანქციები და რა მოხდაო, მერეო კაცო, ომი იქნება თუ გაჭირვება იქნება, რა მოყვება მაგას არ აინტერესებს. რასაც ორბანი იძახდა, რომ ეს რო გავაკეთო, მაშინ მე ვინ მომაწვდის რამეს, მე გეოგრაფია ესეთი მაქვს,
ვერ გავდივარ ზღვებზე, არა მაქვს ალტერნატივა ნავთობის მიღების, გაზის მიღების და ეს ბირთვული ენერგიაც თქვენ უნდა ჩაგაბაროთ. აი ამ ყველაფერმა ერთად მოყოლებულმა გამოიწვია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, არსებობს სერიოზული გონივრული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის თვითონ ორბანისეულის სისტემის, იმიტომ ორბანმა შექმნა სისტემა. ეს არის ზუსტად ისეთივე სისტემა, აი რო ვთქვათ, რომ შევარდნაძის სისტემა, რაც ჩვენთან მუშაობს. ეს ნაცკოცი, ხან ნაცი, მერე კოცი, ყოველნაირი ეროვნული უგულველყოფილი, ყოველნაირი ქართული და კაცური და ადამიანური ყველაფერი და ბოზურისკენ ორიენტირება, ჩვენთან მახინჯის სისტემა, ძალიან ავადმყოფური სისტემაა ჩვენთან შექმნილი. იქ არის ორბანისეული სისტემა, რომელიც სისტემიდან გამოსული ადამიანი არასდროს ამ სისტემის წინააღმდეგ არ წავა, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ კომპრომიტირებული არის აი ამ სისტემით. ასე რომ ვინ გაიმარჯვა, რამ გაიმარჯვა, თუ ეს ასე არის, გაიმარჯვა უნგრელმა ხალხმა და უნგრულმა ნაციონალურმა თვითშეგნებამ და იდენტობამ და აზროვნებამ. აი ამის თქმა მინდოდა, საქართველოში ძალიან პრიმიტიულად არის აღქმული ეს ყველაფერი და ახლა ვერც ერთ მხარეს უნგრეთში და ვერც მეორე მხარეს ნაციდან და კოციდან განსხვავებით ვერ დასწამებ იმას, რომ სამშობლო არ უყვართ. რომ ისინი სამშობლოს ინტერესებს ყიდიან სხვაზე. პირიქით, სოროსის ინტერესებსაც თვითონ იყენებდნენ, რუსეთის ინტერესებსაც თვითონ იყენებდნენ, თვითონ იყვნენ თავიდან ბოლომდე ამ ყველაფერში ჩახედილები, მაგრამ არა უნგრეთის ინტერესებს იყენებდნენ ბრიუსელის, შეერთებული შტატების და რუსეთის სასარგებლოდ. რა მნიშვნელობა აქვს იქ? ორბანი ერქვება, ვინ იქნება ზევით, თუ უნგრეთი, გვარად უნგრეთი, ასე ითარგმნება მისი გვარი. ესაა და ეს. აი, ეს არის მაგ ყველაფრის ეპოპეა. ხო, არავინ იცის საქართველოსთან თუ კი არ შეიცვლება ორბანისეული სისტემა, თუ კი არ შეიცვლება ორბანისეული ხედვა, ორბანის გეგმები საქართველოსთან მიმართებაში იყო დადებითი, მეგობრული, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ თვითონ მაჩვენებელი ის, რომ მიუხედავად იმისა, ვინ ჩავა გარედან და ორბანს დაუჭერს მხარს, ამას უნგრელი ხალხისთვის მნიშვნელობა არ აქვს. არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, უნგრელი ხალხი აირჩევს იმას, ვინც საქართველოში რო ტრამპი ჩამოვიდეს და ვინმეს თავზე ხელი გადაუსვა, შენი ჭირიმეო და დივენსი ჩამოვიდეს და შენგენ აცვალეო, შენ უნდა იყო, კაცო, ჩვენი ისო და ჩვენი ოქრო და ჩვენი ვერცხლიო და ასე შემდეგ და ასე შემდეგო, რა ვიცი, ალბათ 100%-ით მოიგებს არჩევნებს. აი ტრამპი ჩამოვიდა. იქ უნგრეთში პირიქით მოვლენა ჰქონდა. ნუ რუსეთი წაგებული ვერ გამოვა. გამომდინარე იქედან, რომ ერთი უნგრეთი თუ უარს იტყვის თავის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე და თუ მისი ხელით დაანგრევს მის ქვეყანას, რომელსაც უბრალოდ ალტერნატივა არ გააჩნია, თავისთავად რუსეთი როგორ დარჩება წაგებული? რუსეთისთვის მთავარი არის ინტერესი. ნუ ამბობს ეს კაციც, ეს ახალი პრემიერიც, რომ მე უკრაინისთვის 90 მილიარდის გამოყოფას ხას არ დაუჭერ. მე უკრაინაში ჯარს არ გავაგზავნე, სამხედრო დახმარებას არ გავაგზავნე. ნუ ეს რა თქმა უნდა რუსეთის ინტერესებში. ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება რუსეთთან ენერგეტიკული თანამშრომლობა არის და ეს ვერ შეიცვლება. იქ ფრანგული და ამერიკული ატომური რეაქტორი არ შენდება, რუსული ატომური რეაქტორი შენდება. რომელმაც უნდა უზრუნველყოს უნგრეთის ენერგო უსაფრთხოება, თანაც რუსული კრედიტით.
ასე რომ პიროვნებები იცვლებიან, მაგრამ ინტერესი რჩება მარადიული. რუსული ინტერესი რაც არის, იცი. ახლა რუსეთი რო ლამაზი თვალებისთვის არ გადასცემს არც ურბანს და არც უნგრეთს და არც სხვა ქვეყნებს თავის გაზს და იმას რომ ვალდებულებები მოყვება, თუ არა იმ წუთში გახდება ძვირი. აგი რა, კონტრაქტს დადებს ისეც რომ ნებისმიერ დროს შეიძლება პირობის შეცვლა. ალტერნატივა პრაქტიკულად იმწოდებელია. მაგრამ მთელი ევროპა არის ენერგეტიკული კრიზისის მოლოდინში. ახლა ამ მდგომარეობაში მეწველი ძროხის სახლიდან გაგდება იქნება რუსეთის გაგდება უნგრეთიდან. ასეა. ამიტომ რუსები როდესაც ამბობენ რომ ჩვენ ვაგებთ პოლიტიკას, ბოლოს არ დაკვირვებია ხალხი. ჩვენ ვაგებთ პოლიტიკას ყველა ქვეყანასთან გამომდინარე მათი ეროვნული ინტერესების და ჩვენი ეროვნული ინტერესების თანხვედრით. ახლა ეს რამდენად აკეთებენ ეს ცალკე საკითხია, მაგრამ საერთოდ ესეთი გამოთქმა არის ერთადერთი კანონი, რომელიც არ იქნება დარღვეული ორ ქვეყანას შორის, ეს არის ხელშეკრულება, რომელიც ერთმანეთის ინტერესთა კვეთით არის, იმიტომ რომ შეიძლება არც დიდად არ შეამოვნებდეს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყოს და ეს იყოს ეროვნული ინტერესი. იქით ამ მხრიდანაც მეორე ეს იყოს. სანამ ეს ეროვნული ინტერესები იქნება შენარჩუნებული და იქნება გადაკვეთილი, მანამდე იქნება იქ პუტინი იქნება, მედვედევი იქნება, ურბანი იქნება, თუ სხვა იქნება, რა მნიშვნელობა. ესა ყველაზე სწორი. ამიტომ პოლიტიკოსმა და ქვეყნის პოლიტიკა უნდა იქნას აგებული არა ვინმეს პიროვნულ ინტერესებზე, უნდა იყოს ერის ეროვნულ ინტერესებზე აგებული. ეს არის. ეს წიოკი საქართველოში რაცა ურბანის წყალი გადმოგსხოდეს, რომ იძახიან კიდე ეს ქოცები. ურბანის წყალი თქვენ ვერ გადაგესხმებათ ნაცკოც. იმიტომ რომ რადიკალურად განსხვავებული სისტემა არის პოლიტიკური სისტემა უნგრეთში და რადიკალურად განსხვავებული არის საქართველოში. და ამერიკელებს ცარიელი სიტყვების მაგივრად ურბანის მხარდასაჭერად 1-20 მილიარდის ინვესტიცია რომ გაეკეთებიათ უნგრეთში თავისი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ახლა სლოვაკეთი სხვათა შორის როგორ გითხრა იცი? ერთი ენერგეტიკული საკითხი არის, მეორე უსაფრთხოების საკითხია. უსაფრთხოების საკითხი აქვს პირველ რიგში, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ისინი ელოდებიან, რომ კარპატების მთებზე რუსი ჯარისკაცები მოვლენ. ეს უსაფრთხოების საკითხია. ენერგეტიკული საკითხი ზუსტად იგივე ინტერესია, ერთი მეორეში თანხვედრადი ინტერესი არის. ახლა ევროპელები რასაც აკეთებენ, მაგალითად ევროკავშირი რასაც აკეთებს და ამას ძალიან კარგად ხედავენ აღმოსავლეთ ევროპაში, იგივე რუმინეთთან მიმართებაში, სადაც კაც მოგებული არჩევნები გაუყალბეს და ხელახლა დაუნიშნეს და ხელახლა დაუსვეს მარიონეტი, ეს ეროვნული თავმოყარეობის საკითხია, ხო? მაგრამ რას აკეთებენ? იგივე ბულგარეთში. თუ რამე იყო ბულგარეთში საბჭოთა პერიოდის აშენებული, ეგიო არც არაფერი არ ვარ გავუყურე, რაფერად საქართველოში ეს ყველაფერი დაანგრიეთ, დალეწეთ და გაყიდეთ. ჯარში გაუშვით. თავისივე წარმოება გაანადგურებიეს თავისივე ხელით ბულგარელებს. და დატოვეს ეს ქვეყანა მხოლოდ სერვისის სახელმწიფოდ, რომლის ახალგაზრდობაც იაფ მუშახელად ყავთ დასავლეთ ევროპაში. ბულგარელები. ხო და ვინც არ თანხმდება ამ ყველაფერს, იგივე სლოვაკები და იგივე უნგრელები, ისინი ხდებიან ასეთ წინააღმდეგობას. ახლა ამ წინააღმდეგობას ან გადალახავს ქვეყანა და გაივლის, ან ვერ გადალახავს და ვერ გაივლის. რა თქმა უნდა, იგივე ინტერესი აქვს, თითქმის ერთნაირი ინტერესები გააჩნიათ. ახლა საქართველოში სიმართლე გითხრა, ეროვნული ინტერესები ნაკლებად ახსოვს ვინმეს აქ
საქართველოში არის ბელადის უსაფრთხოება, თუ კი ბელადი არის უსაფრთხოდ და კარგად, ყველაფერი არის კარგად. თუ კი ბელადი არა, ანუ ქოცების და ივანიშვილის ინტერესები გააიგივე საქართველოს ინტერესებთან. საქართველოს ინტერესებში მოქმედი რო იყვნენ ესენი პირველ რიგში ადგებოდნენ და საქართველოს დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის დიალოგს დაიწყებდნენ. დიალოგს დაიწყებდნენ. ესაა ერის ეროვნული ინტერესი. იბატონ ჭეშმარიტად პრავს და ეს არის. ხო, ასია, იცი რა, ყველა ქვეყანა რაღაცნაირად თავისაზე ფიქრობს. ეს არის გერმანიაში დათესილი ძველი თესლი, რომელიც სერიოზულ პრობლემებს ქმნის. იგივე 200,000 სირიელის დეპორტაციას მოაწერეს ხელი. ამოვიდა ამ ქვეყნებს, ღმერთმა გაგიმარჯოს. ამოვიდა ამ ქვეყნებს ამ ჭეშმარიტად. ამოვიდათ ამ დევნილების თავის დროზე მიაღებიეს ეს დევნილები და ამათი რჩენა და რა თქმა უნდა ეროვნული ინტერესი. გერმანიაში სხვათა შორის ეს იდიოტური პოლიტიკა მთელი ამ ხნის მანძილზე, რაც სახელმწიფო დონეზე იყო აყვანილი, ეს რა ქვია ენერგეტიკული საკუთარი ხელით ენერგიების განადგურება და საკუთარი ხელით მოსპობა ყველანაირი ურთიერთობების, საიდანაც გერმანიის ეკონომიკა არსებობდა და სულ სითქვამდა, ახლა იძულებული არიან, მაგრამ ატომური სადგური ეს არა, რა ქვია, კაშხლის სადგური, რომ ერთ დღეს დაკეტო და მეორე დღეს აამუშაო. ამიტომ აქ ძალიან სერიოზული პრობლემები იქნება და დროთა განმავლობაში იჩენს თავს. და ამ შემთხვევაში ყოველთვის მოდის საშუალად მილიტარისტული რიტორიკა. რომ აი რა დროს რამეზია ლაპარაკი, აგერ ომი არა. ასე არის. გადახედეთ. ფაშინიანი ქოცი გახდა, იგიც ომზე იძახის. ზუსტად. ისე იძახდა ურბანი. აი ომში ჩვენ არ ჩავერთვებით, ომი ასე არ იქნება, ომი ისე არ იქნება. და კიდე ერთი რაღაცის მაჩვენებელი არის ის, რომ აი ევროკავშირის წევრობა ჩემო ძმაო, ყველაფერი ურჩევნიათ, მაგრამ ვინ აძლევთ ამის საშუალებას? შეხედეთ როგორი მართლობა ყავდა. მე ვერ გავაკეთე ბლოგი, იქნება მომიხერხდეს და გაჩვენებთ, რომ გერმანიის პოლიტიკურ ელიტაში პირდაპირ ფაშისტების შთამომავლები იყვნენ, რომლებსაც უბრალოდ ჰქონდათ ზიზღი რუსეთის მიმართ. თავიანთი ბაბუების დამარცხების გამო. ყველაფერს აკეთებდნენ რუსეთთან ურთიერთობის გასაფუჭებლად. და იმდენს ვერ ხვდებოდნენ, რომ ის ჩრდილოეთის ნაკადი თუ სამხრეთის ნაკადი თუ რავი რაც იყო, ეს მაგათ ეკონომიკას რო დაარტყამდა. დაარტყა კიდეც. მეც გილოცავთ. აი მოკლედ აი ეს იყო ჭეშმარიტად ჩემო გარგებო, გილოცავთ. აი ეს იყო. აი უნგრეთის არჩევნების რეალობა და არა ის, რასაც წარმოაჩენ. აქ იქნება წყალგამყოფი მარტივად. თუ კი ახალი პრემიერი უნგრეთში დაიწყებს უნგრეთის კონსტიტუციის რღვევას, ცვლილებების შეტანას და ესე შემდეგ და დაიწყება ისევე ფუჩუ კუტუ ორგანიზაციების დაბრუნება და უნგრეთი ისევ სამოქალაქო საზოგადოებები და სოროსული ბოდვები თუ ისევე იქნება უნგრეთში და შენ მაშინ კი ბატონო, მაშინ გასაგები გახდება და ეს ანტირუსოფობიული პოლიტიკა და რას გაუკეთეს ქვეყნებს, რომელი ქვეყნებსაც საკუთარი ხელით დაანგრევიეს თავიანთი ენერგეტიკა და ეკონომიკა, თუ ამას გააკეთებენ უნგრელები, კი ბატონო, გასაგები იქნება ეს ყველაფერი. მე მეჭვება, რომ ეს ასე მოხდება. ჩვენ კიდე ნაკლებად გადმოგვესხება ნახოთ უნგრელების წყალი. უღრმესი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. გაგემშვიდობებით ახლა, დიდი მადლობა ყურადღებისთვის და საინტერესო თემებით დაგიბრუნდებით მომავალში. დიდი მადლობა.